მოდა რაღაცა სოციუმი კარნახობდა ადრე ისტორიულ პერიოდშიც და ახლაც გარკვეულ სტილს, ფორმას. და ესე იგი იმ დროს მაღალი შუბლი იყო მოდაში და თმებს იპუტავდნენ, იგლეჭდნენ. რაღაც საშინელებებს აკეთებდნენ ადამიანები, ოღონდაც ყოფილიყვნენ ლამაზები. ჯანმრთელობის საზიანო რამეც კი შეიძლებოდა ჩათვლილიყო სხეულის მშვენიერებად. ძალიან კომერციალიზებული არის ბევრი რამ და ზოგჯერ არ ექცევა ყურადღება ფსიქოლოგიურ პრობლემას, რასაც ქვია დისმორფოფობია, გადაჭარბებულად აღქმა ნაკლის, რომელიც შეიძლება ეს ნაკლი არც კი არსებობდეს, ხათ შეიძლება სტატუს განასახიერებდეს ის, რომ უნაოჭოთ ბერდები ან რაღაცა. ანუ მაქვს საშუალება, ფული მაქვს თავსული და მე რაღაც იმეის გოგო ვარ, რომელიც ზვირი ღირს. სად გადის სიზღვარი, როდესაც ეს მცდელობები და გაუმჯობესებები უკვე აშლობისკენ მიდის. რინოპლასტიკას ვინც მიმართავს, მათში პრაქტიკულად 53%-ს აქვს დისმორფოფობია. კიდე მომენტანა, მერე კიდე მინდა. ეს არის შფოთვა, რომელიც იწვევს სასოწარკვეთილებას, დეპრესიას და ხშირად სუიციდურ აზრებსაც. ხედავს მხოლოდ და მხოლოდ უიშვიათეს რაღაც ხარვეს თავხუდმოგლეჯილი კოტე ექიმო გავიღვიძე გუშინ და დღეს თქვენთან გაკი. სამეცნიერო ფსიქოლოგიური დაყოფით არის 8 ძირითადი კრიზისი, ანუ 9 ჯერ უნდა დავიბადოთ თავიდან